ცენტრის დირექტორი, რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ კახა და მადლობა რომ შემოგვერთით. ბატონ კახა, არ ნელდება ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის და მისი განცხადებების მიმართ. დონალდ ტრამპი შეიძლება ითქვას, რომ მისი ხმაურიანი პოლიტიკით მსოფლიოს აკვირვებს და ალბათ ანერვიულებს კიდეც. აი ბრაზილიის პრეზიდენტმა თქვა გუშინ, დონალდ ტრამპი ცდილობს მსოფლიო იმპერატორი გახდეს, ის ყველა ქვეყნის საქმისა და საჯარო პოლიტიკას შეერევა, თუმცა მოდით ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მის პოზიციონირებაზე გავაკეთოთ აქცენტი. მარტივად გითხავთ, რას იგებს ამერიკა იმით, რომ ტრამპი ამ ომში რუსეთის მხარეს არჩევს დგომას? მოგესალმებით პირველ რიგში. მე მგონი ჯერჯერობით ამერიკა მხოლოდ აგებს, რომ ამერიკას რაც 250 წლის განმავლობაში დაუგროვებია, ყოველ შემთხვევაში ამერიკას არ ყოლია არც ერთი ავტორიტარი პრეზიდენტი. ავტორიტარიზმში ადანაშაულებდნენ რამდენიმე პრეზიდენტს რაღაც კონკრეტული მოქმედებების გამო, რომლებიც თქვათ ეხებოდა ან ინდიელების შევიწროების შესახებ კანონს, რაღაც ძალიან კონკრეტულ რაღაც საკითხს ეხებოდა და ხშირად ადანაშაულებდნენ რამდენიმე პრეზიდენტი ესე დაადანაშაულეს ლინკოლნის ჩათვლით, მაგრამ ისე რომ დაერქვათ ავტორიტარი პრეზიდენტი და მას ავტორიტარიზმის დამკვიდრების ესეთი რაღაცის ქონოდა, მიზნები ქონოდა, ესეთი არ ყოფილა ამერიკის ისტორიაში. ამიტომ ამერიკა კარგავს თავის 250 წლის რეპუტაციას და ამერიკა თუ დღეს მსოფლიოში არის ლიდერი, ეს არის მისი რეპუტაციის ხარჯზე, ის რომ ეს არის ყველაზე ძველი დემოკრატიის ქვეყანა მსოფლიოში. და უცებ გამოჩნდა პრეზიდენტი, რომელიც ავრცელებს, ასხივებს ავტორიტარიზმს და სხვათა შორის გარკვეულ წარმატებას აღწევს ამ მიმართულებით. ეს არის ყველაზე ცუდი. იმიტომ რომ კი რესპუბლიკელებიც აკრიტიკებენ უკვე მისი მოქმედებების გამო სენატში განსაკუთრებით, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობაა ეს მაინც იმასთან შედარებით, რაც რა აღშფოთებაც უნდა მოყოლოდა ყოველას მის ბოლოდროინდელ განცხადებებს და გადაწყვეტილებებსაც მათ შორის. აი რამდენად აქვს ტრამპს ამერიკელი ამომრჩევლებისგან ლეგიტიმაცია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ასე ააყირაოს და აქვე დაგისვავთ კიდევ ერთ კითხვას უკვე იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით. ტრამპი ძალიან მონდომებულია, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ერთგვარად იმუქრება კიდეც, რომ თუ კი რა ვიცი, ამ იშვიათი მინერალებიდან მიღებული მოგების საკმაოდ დიდი ნაწილი ამერიკაში არ წავა, რაღაცები არც თუ ძალიან გაახარებს ვოლოდიმირ ზელენსკის. აი ნახეთო, ასეთი განცხადება გააკეთა 2 დღის წინ შტატების ახალმა პრეზიდენტმა. აი რა შეიძლება ამ შემთხვევაში გააკეთოს დონალდ ტრამპმა? ორი შეკითხვა გამოვიდა. ხო, ну, რა ვიცი, ესე იგი, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ საერთოდ ეს ტრამპის მოქმედება და განცხადებები აბსოლუტურად არ შეესაბამება არც სინამდვილეს, არც სწორია, ვთქვათ, ვერც მიაღწევს ვერანაირ მიზნებს ამითი და თავისთავად და მოახდინა პრაქტიკულად მსოფლიოში ძალიან დიდი ძალების გადაკიდება. რუსეთთან მისია ესეთი კეკლუცი და თამაში არანაირ შედეგს არ მოიტანს. ეს არის ძალიან აშკარა. პრაქტიკულად მან მისცა საშუალება რუსეთს, რომ რეაბილიტაცია მოეხდინა თავისი რაღაცა საერთაშორისო რენომესი. ხო თქვენ ალბათ დამისვამთ კითხვას იმაზე ლავროვის საქართველოსთან მიმართებაში, რაზე ჩვენ წინასწარ ვისაუბრეთ და აპირებთ ამ კითხვის დასვას, მაგრამ მე წინსწრებით ვიტყვი, რომ აი ესეთი რიხით ლავროვის მიერ ესეთი განცხადებების გაკეთება უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ რაღაცა იგრძნეს თავი უფლებამოსილად, ესე ვთქვათ, რაღაც ისეთ პოზიციაში, რომ შეუძლიათ უკვე რეგიონში უფრო ისე დამკვიდრებული რაღაც, ესე ვთქვათ, იმით ტონით ილაპარაკონ და მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეორე კითხვა რა იყო უკაცრავად? იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით. რატომ არის ეს შეთანხმება ტრამპისთვის მნიშვნელოვანი? კი ბატონო, ეხლა საერთოდ მე რომ ვკითხოთ მაგალითად თუ გადავხედავთ საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას და საერთოდ მისი განვითარების ეტაპებს და ასე შემდეგ, ესეთი ღია ტრანზაქციონალიზმი ისტორიაში მე ჯერ არ ვინახე, იმიტომ რომ ის თქვა აბსოლუტურად მორალისგან დაცული ლიდერებიც კი ყოველთვის ცდილობდნენ რაღაცა ეთიკური იმებით გაემართლებინათ, იმიტომ რომ
მოსახლეობის ხარდაჭერა თუ უნდა ნებისმიერ ლიდერს, მან უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი, რომ ის იცავს რაღაც კანონებს, ან ღვთიურ კანონებს, ან ადამიანურ კანონებს, საზოგადოებრივ კანონებს, ან რაღაც თქვათ ტრადიციებს და ასე შემდეგ და ამას იცავს ის და შესაბამისად საზოგადოებრივ რაღაც მორალსაც თავისებურად თითქოს იცავს. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ეს არის გამრუდებული სინამდვილე, მაგრამ ცდილობს მაინც ტრამპის საერთოდ არ ცდილობს, რომ აჩვენოს თავისი პოლიტიკა აი ამ რაღაც მორალური, ეთიკური პოზიციებიდან პირდაპირ ამბობს, რომ ყველაფერი არის ვაჭრობა. აჩვენებს თორე რომ ოლიგარქიას ყველა ქვეყანაში მაქვს პრობლემები. ყველა ქვეყანაში მაქვს პრობლემები, თან ნიშნულოვანი. თავისთავად საბოლოო ჯამში ამას შექსპირის ტრაგედიებიც აჩვენებს და ეზოპე და არ ვიცი მე ლიტერატურაში ნებისმიერში ეს ნაჩვენებია, რომ ათული თუ გვიან ნებისმიერი სიხარბე და ოლიგარქია ეს რა არის? ეს არის სიხარბე უბრალოდ, ხო? ანუ შენ არ გინდა გაუნაწილო მოქალაქეებს არა მარტო დოულათს ხო იხვეჭ, არამედ უფლებებიც და არ გინდა გაუნაწილოს საერთოდ მათ რაღაცა ძალაუფლების რაღაც ნაწილი მაინც მისცე. ეს არის ამაზე, ეს არის ავტოკრატიაც და ოლიგარქიაც პრინციპში ამაზეა. და თავისთავად საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ადამიანები ითხოვენ თავის თავს. ყველა ინდივიდი ფიქრობს, რომ ის არის თანასწორი სხვასთან მიმართებაში, მეფე იყოს თუ ვინც გინდა იყოს, მაინც ისინი ღვთისმშვილები არიან. ხო, ესე წერია მაგალითად ამერიკის იმის დამოუკიდებლობის აქტში, რომ ყველანი არიან ღვთისმშვილები და თანასწორი არიან ერთმანეთთან მიმართებაში და ტრამპი და ესეთებს ამას რაღაცნაირად სხვანაირად უყურებენ ამას ყველაფერს. ღმერთმა მოიყვანა განგება, მოიყვანა შემთხვევითი ადამიანი ჩემის აზრით ტრამპი აი ამ ძალაუფლების სათავეში და ალბათ რაღაც დროის ისიც არის ეს ფაქტორიც და ის იყენებს ამას ბოროტად. მადოკახა, უსაფრთხოების გარანტიებს რაც შეეხება, ხა თვითონ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის ძლიერი ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, აი შტატების სპეციალურ წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა ზელენსკიმ უშინეს განცხადება. ვინ უნდა მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები? ევროპამ თუ ამერიკამ? რომელი უფრო სამართლიანი? აი თვითონ ტრამპი ევროკავშირს შეახსენებს, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს ომი, ვიდრე ამერიკისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ლამაზი ოკეანე გვაქვს გამყოფიო, ესეც ტრამპის ციტატიდანაა. კი ბატონო, ეხლა დიდი ლამაზი ოკეანე მაქვს გამყოფი, ეს ეხმიანება ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილის შეხედულებებს, რომლებიც თვლიან, რომ ტრამპი უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ამერიკა უნდა იყოს ჰეგემონი დასავლეთ ან თქვათ იმ ნახევარსფეროში, რომელშიც თქვათ ამერიკა მდებარეობს, ხო, ამერიკის ანუ ამერიკის კონტინენტზე უნდა იყოს ძირითადად და შესაძლოა იქ წყნარი ოკეანის რაღაც რეგიონშიც ჰქონდეს გავლენა. ანუ ეს ორი რეგიონი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა ერთადერთი და წყნარი ოკეანის თქვათ ქვეყნები, ეს არის მისი, ესე ვთქვათ, თითქოს ამას ეხმიანება გამოდის ძალაუნებურად ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკა როგორც უმდიდრესი სახელმწიფო, რომლის იმის ხარჯზე რომ დოლარს მოიხმართ მთელი მსოფლიოს ყველა ქვეყანა და ამით ინარჩუნებს სტაბილურობას მისი ესეთი დეფიციტური ბიუჯეტი, რომელიც მას გააჩნია და საერთოდ არა მარტო ბიუჯეტი მთლიანობაში მისი შემოსავლების დიდი ნაწილი დამოკიდებულია საერთაშორისო ინვესტიციებზე, საერთაშორისო გახსნილობაზე და ამერიკა როგორც საზღვაო პოტენცია თუ გეოპოლიტიკური ვილაპარაკებთ რაღაც ტერმინებით ყოველთვის იბრძოდა მეტი თავისუფლებისკენ. ანუ ამერიკა იყო იმის სათავეში, როდესაც თქვა იგივე ყველა სახის თქვა ლიბერალიზაცია მოხდა სამყაროში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მერე, პირველი მსოფლიო ომის მერეც მან დაიწყო ეს და ვუდრო ვილსონის დროს. და ეხლა რა გამოდის, ხა ტრამპი ამას ყველაფერს ხურავს და პირიქით იზოლაციონიზმისკენ უბიძგებს საკუთარ ქვეყანას. და იზოლაციონიზმის პირობებში, მაგალითად იგივე მექსიკა, იგივე რომელიც მისი უახლოესი, იგივე განსაკუთრებით კანადა, ისინი უფრო მეტ გამოავლენ ყურადღებას ევროპასთან ურთიერთობის და ესაც ხდება, ახლა მაგალითად ევროპა და კანადა ერთად საუბრობენ ახლა რა უშველენ უკრაინას და ამიტომ გამოჩნდებიან თუ ამერიკა არ გააგრძელებს და ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი, რა თქმა უნდა და ძალიან გაუჭირდება ტრამპს, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ სრულიად შეწყვიტოს,
თუმცა ეს უკვე მოხდა თუ გახსოვთ ბაიდენის პირობებში კონგრესში ტრამპის მხარდამჭერმა უმრავლესობამ რესპუბლიკელების შეაჩერა დაახლოებით 6 თვით დახმარება უკრაინის. შეიძლება ესე გააკეთოს ეხლაც, მაგრამ ბევრად უფრო მზად იქნება ამისთვის დემოკრატიული სამყარო, თუ ამერიკა ვთქვათ დემოკრატიულ სამყაროს რაღაცნაირად გაემიჯნება. კარგი. ბატონო ხა ჯამში ხა უკრაინას უნდა ომის შეწყვეტა მისი პირობებით, რუსეთს უნდა მისი პირობებით. აი თუ კი სამართლიანობის პრინციპიდან ამოვალთ, სამართლიანი რომელია? ფაქტია ის რომ რუსეთი არის აგრესორი. დავის გადაწყვეტაში ამ ფაქტს რა მნიშვნელობა ენიჭება? სამართლიანობა უნდა ესე ვთქვათ ეფუძნებოდეს რაღაც პრინციპებს. ჩვენ რა პრინციპებიდან ამოვალთ, თავარი ეს არის. პუტინი უკვე დიდი ხანია აღარ ამოდის საერთაშორისო იმ პრინციპებიდან, რომელიც დამკვიდრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს გაეროს წესდება და ვთქვათ ევროატლანტიკური ვთქვათ ისიც ქარტია და ასე შემდეგ, ხო? ნუ თუ გნებავთ იგივე უთოს დამფუძნებელი აქტი და პარიზის ქარტია და ასე შემდეგ ევროპაში. ჩვენ ამას თუ გადახვედროთ ყველაფერს, არსებობს ძალიან კონკრეტული პრინციპები, რომელსაც ეფუძნება სამართლიანობა ევროატლანტიკურ სივრცეში. და ეს არის ტერიტორიული მთლიანობა პირველ რიგში, ეს არის თუ საერთაშორისო პრინციპებზე ვლაპარაკობთ, არა მარტო ადამიანის უფლებებზე, ხო? ქვეყნებს შორის სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ ხელშეუხებელია საზღვრები ქვეყნების, ეს პირველი, მეორე, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს იმ ალიანსების ფარგლებში, რომელიც მისთვის არის მისაღები და ყველაზე უფრო გამოსადეგი. ამ შემთხვევაში, როცა პუტინი ეუბნება, რომ ნატოში შესვლას გიგზავნა უკრაინას, ხო? ეს თვითონ რო ხელი მოაწერა იმ პარიზის ქარტიას 90-ში და მე 99-ში კიდე ესე განახლებულ ვარიანტს მოაწერა ხელი. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო 90-ში მართალია, მაგრამ 99-ში ხო სტამბოლში როცა მოაწერა ხელი იგივე ქარტიის განახლებულ ვერსიას და სადაც იგივე პრინციპებია ჩადებული რუსეთი. მაშინ ესე იგი არღვევს ამ პრინციპებს რუსეთი და უკვე უგულვება ყავს. ანუ რუსეთმა დაარღვია. ეხლა დარჩა ის რომ ტრამპმაც გადაუხვიოს ამას, ანუ ტრამპმა რას ქვია? ტრამპის უკან დგას შეერთებული შტატები. ანუ შეერთებულმა შტატებმაც უნდა თქვას ევროატლანტიკურ პრინციპებზე, მათ შორის უსაფრთხოების, ესე ვთქვათ, ხედვის განსაზღვრულ პრინციპებზე უარი, მაშინ ყველაფერს წვეთს ძალა. და აი აქ მივედი ჩვენ ძალიან ცუდად არის ორი ბირთვული სახელმწიფო უზარმაზარი შეერთებული შტატები და რუსეთი თუ ისინი გაერთიანდნენ ორივე რაღაც აი ეს უპრინციპო იმის მარტო ძალის პოლიტიკის საფუძველზე მაშინ რა თქმა უნდა მსოფლიოს ძალიან დიდი პრობლემა უდგას წინ და შეიძლება ჩინეთიც აღმოჩნდეს ასეთივე დიდი პრობლემის წინაშე. ამიტომ ისეთ სიტუაციაში ესე თქვა შევდივართ ჩვენ რომ არ არის გამორიცხული რომ ჩინეთმა და ევროპამ უფრო იპოვნოს ახლა უკვე რაღაც ესე ვთქვათ, იმიტომ ჩინეთი უჭერს ხარს ტერიტორიული მთლიანობის ყოველ შემთხვევაში პრინციპს, ამას აღიარებს და შეიძლება აღმოჩნდეს რომ მარტო ჩინეთი და ევროპა უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს, მაგრამ ეს იქნება ძალიან ხელოვნური, იმიტომ რომ პრინციპში ამერიკული საზოგადოება გაიზარდა და ამერიკული საზოგადოება ჩამოაყალიბდა და განვითარდა ამდენი ხანი 250 წელი ცხოვრობდა დემოკრატიის, ესე ვთქვათ, იმით აზროვნებით, დემოკრატიული აზროვნებით და ეხლა ზევიდან ამის შეცვლა ესენაირად საბოლოო ჯამში ეს უფრო დაანგრევს ტრამპს ვიდრე ამერიკას, ესე მგონია. საქართველოს კონტექსტში მინდა დაგისვათ იმ განცხადების, ესე ვთქვათ, ფონზე, რაზეც ახლა საუბრობთ, მორიგი კითხვა, სად აღმოჩნდება საქართველო, თუ კი პუტინი და ტრამპი, არ ვიცი, აი მთელ სამყაროს თავიანთი გავლენის სფეროებად დაიყოფენ. ეხლა რაც ჩანს არის ის, რომ ქართული ოცნება ძალიან გულშემატკივრობს ტრამპსა და პუტინს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს და მოსწონს ის კრიტიკული, ვთქვათ, პოზიცია, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია აფიქსირებს უკრაინის მისამართით. რამდენად აწყობს საქართველოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ის გეგმა, რაც ტრამპის მხრიდან არის შემოთავაზებული? ხო, დიახ, მადლობთ. არ შეიძლება დემოკრატიულ სამყაროს ეს აწყობდეს, თუ ტრამპი და პუტინი, ესე ვთქვათ, დაიწყებენ მსოფლიოს ესე გაყოფას, მაშინ ჩვენ არ გვაწყობს არც ამერიკასთან ყოფნა და არც ესეთ ამერიკასთან ყოფნა ჩვენ მაშინ არ გვაწყობს. იმიტომ რომ რა გამოდის, რომ ესე ვთქვათ, პუტინი ჩვენ რატო გძულს? იმიტომ კი არა, რომ მაგალითად რაღაც რუსია ან რაღაც სხვა იმის, აქ ხო ამაზე არ არის საუბარი, ხო? ჩვენთვის აქ მთავარია ის, რომ ის არის ტირანი და ის არის ანტიდემოკრატიული, ესე ვთქვათ, მმართველი, ხო, ავტორიტარი მმართველი და მას უნდა დაიმონოს ხალხი და
თუ ამერიკა აქამდე ჩვენ რატომ მოგწონდა? იმიტომ რომ ამერიკა იყო თავისუფლების სიმბოლო, თავისუფლების დამცველი მსოფლიოში. თუ ამერიკა გადაიქცევა ჰეგემონად, რომლისთვისაც თავარია რომ დაიმონოს სხვა ერები და ნეოკოლონიალიზმის გზას დაადგა, რასაც პუტინი ადგას, მაშინ ჩვენ არსად არ გვერჩიებიყო, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან, რა თქმა უნდა, რომელშიც ესეთი დეგრადაცია არ ხდება. ჩვენ როგორც ხედავთ, არის ყველანაირი ესე ვთქვათ მიმდინარეობები, მათ შორის შეიძლება ფაშისტურიც და ულტრამემარჯვენე ძალებიც არიან ევროპაში რაღაც ნაწილი, ხო? მაგრამ მთლიანობაში ევროპა არის დემოკრატიული და ის ყარად დგას ამ პრინციპებზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირთან და ევროპასთან და არა მარტო ჩვენი რეგიონის ქვეყნები იქნებიან მასთან. დარწმუნებულია, რომ არც იაპონია და არც სამხრეთ კორეაში სხვათა შორის ტრამპის გამონათქვამება გამოიწვიეს ასევე რეაქცია და იაპონიიდან არ ვიცი ჯერ, მაგრამ მე მგონია, რომ ყარი დემოკრატიის ქვეყნები უკვე არიან ეს ქვეყნები და ასევე კანადა რა თქმა უნდა თავისთავად არ არის გამორიცხული მომავალში მექსიკა და ზოგიერთი ლათინური ამერიკის ქვეყნები შემოერთენ აი ამ დემოკრატიულ ესე ვთქვათ სივრცეს. მაგრამ ისევ ბოლოს მინდა მაინც თქვა, რომ მე არ მჯერა იმისა, რომ ერთ კაცს ტრამპს და რამდენიმე კიდე მის გარშემო მილიარდერს, რომლებიც თქვათ ფიქრობენ მხოლოდ გამდიდრებაზე და რაღაც სხვანაირი იდეები აქვს თავში, შეუძლიათ ამერიკის 250 წლოვანი ისტორია და მისი განვითარების ეტაპები აი ესე განადგურონ. ბოლოს ბატონ კახა კიდევ ერთ თემაზე, ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში და სერგეი ლავროვის განცხადებაზე მინდა კითხოთ და ამით დავასრულებთ. სერგეი ლავროვიზე, რომელიც 3+3 ფორმატში ეპატიჟება კვლავ საქართველოს, თქვენი სკამიც არიელიაო, კიდევ ერთხელ შემოგვითვალა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რისი მიღწევა უნდა სერგეი ლავროვს მარტივად რომ კითხოთ? ნუ ეს ყველასთვის ცნობილია ეს ამბავი, რომ პრინციპში ეს ამ ფორმატს უყურებენ სამივე ქვეყანა, სამწუხაროდ თურქეთის მათ შორის, ისე რომ გაუწიონ დასავლეთის კონკურენცია რეგიონში. სამივე ქვეყანა სამხრეთ კავკასიის არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, ხო? და ამავე დროს PFP-ის წევრი, ანუ ესე ვთქვათ, ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის თქვათ ფორმატის წევრებიც არიან. ახლა ნატოს ამბიცია მარტო საქართველოს გააჩნდა ნატოში გაწევრიანების არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს არ ქონია ეს ამბიცია. შეიძლება გაუშვეს მომავალში, არ ვიცი. მაგრამ გავლენა იყო და იყო გავლენის ინსტრუმენტები, მათ შორის მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის, ხო, გავლენის ინსტრუმენტი, თავისთავად რბილი გავლენის ინსტრუმენტი. ამიტომ მათ შექმნეს ეს ფორმატი იმისთვის, რომ ევროკავშირის და დასავლეთის მთლიანობაში გავლენა შეასუსტონ და რაღაცნაირად ეს სამი ქვეყანა მოაქცნენ თავის გავლენის, ესე ვთქვათ, სივრცეში. ამიტომ არ უნდა საქართველოს ყველაზე იყო წინწასული იყო ყოველ შემთხვევაში წინწასული დასავლური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ამ ორი ქვეყნისგან. ამიტომ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ამ ფორმატში მოქცევას, იმიტომ რომ ის აშკარად ანტიდასავლურია. ის არის საუბარი იმაზე, რომ თურქეთმა, ირანმა და რუსეთმა მოილაპარაკონ რა გაკეთდეს კავკასიაში, როგორ განვითარდეს კავკასია და ასე შემდეგ, ხო? ისე რომ არ მოიწვიონ არც ევროკავშირი და ჩვენ კიდე ვართ ნაწილი უკვე ევროპული სივრცესი. ჩვენ ვართ ევროკავშირის გაფართოების ნაწილი და როგორ შეიძლება რომ ჩვენ გვიკარნახოს თქვათ აი ამ სამ ესე ვთქვათ ჰეგემონმა რეგიონში, დიდმა ქვეყანამ რეგიონში, როგორი პროგრესიული, როგორი უნდა რეფორმებიჩი გავატაროთ, ან რანაირად უნდა ვითანამშრომლოთ სხვებთან. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობის